გაგაზრდელობთ იმოცავთ ყველა დღესაც ერთად და ცალკე და ერთად. რა თქმა უნდა, ყოველთვის გისურვებთ რომ ვიყოთ მეტად უფრო მონდომებული, მეტად ენერგიით სავსე, მეტად უნარიანი, მეტად წარმატებული. ადამიანური ბუნება არ არის სრულყოფილი და მას აქვს საზღვრები. და იმის მისაღწევად რომ ეს საზღვრები ჩვენი ცოდვილი საზღვრები გადავლახოთ, ზუსტად ამისაც არის ქრისტეს სწავლება, რომ ადამიანური ცოდვილი საზღვრები იქნეს გადალახული და მადლით ღმერთს მიემსგავსოს ადამიანი. ყველა ამოცანის და ყველა პრობლემის კოდი და ამონახსნი ეს არის ქრისტე. ამიტომ ადამიანის ბუნებასთან ახლოს არის სპონტანურობა, დაცემა, ცოდვები, უძლურება, შეცდომები, იმედგაცრუება, მაგრამ და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ჩვენთვის ადამიანური უცხო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ეს გარემო ფაქტორებიდანაც მოდის უამრავი, ასე ვთქვათ, ზემოქმედება ადამიანზე, ხილული და განსაკუთრებით უხილავი, რომლის მიზანია დემონური ზემოქმედებების მიზანია, რომ ყველაფერი არ წავიდეს ისე კარგად, რომ ადამიანმა არ შეიმეცნოს შეშმერთება, არ წავიდეს ყველაფერი კარგად, ადამიანი არ განიცდოს, მადლი არ მიიღოს და თუ მიიღოს დაკარგოს, ისაც კეთილად უნდა შერგებოდა შხამად შეერგოს, ის ძალები, რაც უნდა ღვთის დიდებას მოხმარებოდა, უნდა მოიხმაროს არა წაღმა ყოველივე, რაც მიეცა ხატად და მსგავსად, რაც მიეცა ის დადებითი ენერგია უღმა წავიდეს და არა წაღმა წავიდეს. ამიტომ აუცილებელია რომ ადამიანი მეტად იყოს მონდომებული, კონცენტრირებული, ნებისმიერ რამისთვის მზად უნდა იყოს. ეცადოს რომ მოიპოვოს ღვთის მადლი, ფოკუსირდეს მთავარზე, არა მიწიერ წარმატებაზე და მიწიერ ასე ვთქვათ, გულისხმობ წარმატებას ვამბობ, გულისხმობ ზეციურ წარმატებას, გულისხმობ სულიერ წარმატებას. იყოს ფოკუსირებული არა მიწიერ ბონუსებზე და სამშვენელისა და ასე ვთქვათ, მშვენიერ სიამოვნებებზე, არამედ რეალურად, კონკრეტულად, რეალურად შეაფასოს საკუთარი შეცდომები, თვით შეფასება იქონიოს რეალურთან ახლოს, ცდომილები მაინც იქნება, პატივისცეს გარემო ხალხს, მოყვას, ცოდვების სამი ტიპისა გახსოვთ, ხო? ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ. ყველასა პირველ რიგში ღვთის დიდება აღავლინოს, რომელსაც ჩვენი ცხოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და ძმის სულისა, შემდეგ ადამიანებისადმი, მოყვასისადმი, სოციუმისადმი, რაც ნაკლოვანები აქვს, შეუნდოს, ჯვარი გადასახოს, აპატიოს, რადგანაც როგორც შეუნდობს, ისე შეენდობა მასაც და საკუთარი თავისადმიც რეალური, ობიექტური და ჯანმრთელი დამოკიდებულება იქონიოს. ანუ საკუთარი თავი, საკუთარი შეცდომები განკურნოს აღსარების საიდუმლოს ხილული აღსრულებით, უხილავად განიკურნება მასში აღიარებით საკუთარი შეცდომებისა, ცოდვების განკურნება ხდება და მიტევება საკუთარი თავისადმის ხდება მიტევება ღვთისაგან მოძღვრის მეშვეობით და საიდუმლო, დიდი საიდუმლო აღსარებისადმი, ცალკე საიდუმლო ხო, 7 საიდუმლოს შორის ერთ-ერთი საიდუმლო აღსარების სინონიმური საიდუმლო მასში ხდება ეს. ვერავარიდებ სირთულეებს თავს მithumეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვერავარიდებ სირთულეებს, სარისკო სიტუაციებს, უპასუხისმგებლობას ვერ გამოვიჩენთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე ხელს ვერ ავიღებთ. პასუხისმგებლობა გვაქვს ქრისტიანები მორალით არიან შეკრული. ამორალური და უპასუხისმგებლო ადამიანების ამ მხრივ სრულ პირადესობას ფლობენ, იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ შეუძლიათ ის, უბრალოდ შეუძლიათ ჭყალებში და აკეთებენ იმას, რასაც თავს არ მიცემს მორწმუნე ადამიანი და რითაც იგი შეზღუდულია. ქრისტეს ჯაჭვებით, ქრისტეს მორალით, ქრისტეს საკვრალით შეკრული ადამიანი იმას არ იყადრებს და არ გააკეთებს, რასაც არაქრისტიანი, რასაც ვთქვათ გაუცხოებული ანტიქრისტიანი და საერთოდ ამორალური ადამიანი იკადრებს და გააკეთებს. ამიტომ რა რთულიც არ უნდა იყოს ჩვენი პოსტსაბჭოთა ცხოვრებისეული სიტუაციები, აღდგომის საიდუმლო ქრისტეს მადლი გვეხმარება იმისათვის, რომ მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ მათში, გაუნკლავდეთ მათ პირისპირ და გულწრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან, ვიყოთ გულწრფელი უფალთან, მოყვასთან და საკუთარ თავთანაც, ნებისმიერ მდგომარეობაში. ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება ის კი არის, რომ რაღაც სასწაულებს ახდენდეს და სასწაულებს ხედავდეს. მისი გამარჯვება ისე, რომ ნებისმიერ ამ ძიმე სიტუაციაში შეინარჩუნოს საკუთარი ადამიანობა, საკუთარი ხატება ღვთისას, შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში. ეს არის მთავარი გამარჯვება.
რომ იგი ადამიანად დარჩეს ზოგჯერ არაადამიანურ გარემოში დარჩეს ადამიანი. ამიტომ ვინმეს თუ შეუძლია შეცვალოს რამე უკეთესისკენ ღვთისმადლით შეცვალოს და გახადოს უკეთესი და რასაც ის ვერ აკონტროლებს და გარდაუვალად ხდება ილოცოს რომ უკეთესად წავიდეს ის იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ იმასაც ვერ ვაკონტროლებთ წესიერად და რასაც ვერ ვაკონტროლებთ იმაზე პასუხს ხომ არ ვაგებთ და ვერ ვაგებთ ადამიანები აუცილებლად უნდა ეყნობოდეს პირველ რიგში უფლის მადლს მოყვას საკუთარ თავსაც მაგრამ პირველ რიგში უფალს უნდა ეყნობოდეს და არა მიწიერი ძლიერთა მხარდაჭერის იმედი ქონდეს უფლის იმედი უნდა ქონდეს პირველ რიგში ადამიანი პასუხისმგებელია თავის საკუთარ თავზე იგი არ არის დამოუკიდებელი ავტონომიური არსება იგი არის დამოკიდებული ღმერთზე არსება ყოველ ადამიანს შეუძლია ბედნიერების პოვნა ქრისტეში მოწოდებული ამისათვის თუ უსახმურო და უმოქმედოდ არ იქნება მოწოდებული ამისათვის შეუძლია მას იყოს უფრო ბედნიერი ვიდრე გონია რომ არის ბედნიერებას თუ იცის რა არის ბედნიერება ამ შემთხვევაში ქრისტიანული ბედნიერება სულიერი ბედნიერება სულიერი სიმდიდრე და მიისროს უკეთესისკენ ეს მისი ადამიანური ბუნების მოწოდებაც არის კონდეს სანდო იყოს თვითონ კეთილი იყოს უკეთესი ცხოვრება ისურვოს მოულოდნელობებს გაუმკლავდეს გაიხაროს რატომაც არა ცხოვრებით ვის უნდა ადამიანის გაუბედურება და დაჩეჩანეკება რა თქმა უნდა არ იყოს მოწყენილი გახარებული იყოს განახორციელოს თავისი თვითკონტროლი განახორციელოს ის მიზნები რომლებიც მას აქვს რომლებიც არის ღვთის სადიდებლად სულის სასწაულებლად ეძიებდეთ სასწაულებს ცათასა და სიმართლესა მისსა და არა უკონტროლებელი იყოს და რაც შენ გინდა ისაკეთე და არა იყავნება შენი ზეცაცეულები არამედ იყავნება ჩემი ამ შემთხვევაში უკუღმაწავა საქმე ეგრეთ წოდებული ბედობა და ბედი და უიღბლობა და იღბლიანობა აქ არაფერ შუაში არა მოქმედებს ღვთის მადლი რომელიც ყველა გარეგან თუ შინაგან ფაქტორზე მაღალია რადგანაც არ არსებობს ესეთი ბედი თუ ესეთი იღბალი თუ ესეთი როგი თუ ძალა რომელიც რომელიმე ღვთის ნებაზე მაღლა იდგეს და უპირობოდ მაშინ პასუხს არ ვაგებთ არც ჩვენ შეცდომებზე არც სამჟავრო არც ვთქვათ ცოდვებზე ვის სინაუცე აქვს აზრი და არც აღსარებას იმიტომ რომ ყველაფერი თუ განპირობებულია და ყველაფერი ავტომატურად სრულდება მაშინ არ ჩვენს ძალისხმევას და ცნებების აღსრულებას აზრი არ აქვს იმიტომ რომ მაინც ის იქნება რაც რაღაც ღვთისნებაზე მეტ ნუ იქნება ესე ნუ იყოფინ ღვთისნებაზე მეტ რაღაცა ბედსდომებია თურმე რომელიც ღვთისნებაზე მაღლა მდგარა რაღაცა უპირობო ძალა კიდევ რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი ამიტომ ღვთისნება მოქმედებს ნუ ბოროტის ნება ზებძვის ადამიანს და საკუთარი თავის ნება თავისუფალი ნება რომელიც უნდა იყოს ღმერთის ნებასთან სინერგიაში ამიტომ ყოველგვარი ეგრეთ წოდებული ჩვენი გზის შეკრულება უიღბლობა უბედურება გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ჩვენში მოუნანიებელი კვანძების სოდვების შედეგია ზემოქმედების შედეგია რომლის გაკონტროლებაც ადამიანს ნაწილი შეუძლია ნაწილს ვერ აკონტროლებს იმიტომ რომ ღვთისმადლი არის აქ საჭირო ღვთისმადლი რომ ჩაერთოს ამისაც უნდა მოინანიოს სოდვები და ღმერთის მადლის შემოუშვას გახსნას სულიერი სარქველები მისი ასე ვთქვათ სული სამშობლოს ხეობა ღვთის წინაშე და გახსნას რა ამით გაერთიანდება უფლის მადლთან მისი სული სამშობლოს და სხეული და ეს ყველაფერი გაიხსნება და თავისუფლად იდენს მასში ცირკულირებს ღვთის ენერგია მადლი ღვთისა ეს გამოცდილება არის რა თქმა უნდა ამას დღევანდელ დროში ამის გამოცდილება თქვენ გააქვთ ახლა როდესაც ცხოვრობთ ამდენი ხანია პოსეფუთა სივრცეში ხართ ამდენი ბრძოლების მომსწრენი ამდენი ხილავი პერტურბაციებისა კრიზისებისა და არასტაბილურობის მომსწრე არ უნდა ვისწავლოთ წარსულიდან რაღაცა უნდა ვისწავლოთ გამოცდილება უნდა მივიღოთ ადამიანს შეუძლია და ვალდებული ვარ რომ ვისწავლოთ წარსულიდან აწყოდანაც და მომავალშიც მერე მომავალიც ისე წავა როგორც ღვთისნება იქნება ყველაფერი ისე იქნება როგორც ღვთისნება უნდა იყოს და ღვთისნება წარმართავს ყველაფერს ერთადერთი ჩვენ რაც გვევალება ის არის რომ ვიყოთ მეტად დაფიქრებული ჩვენს სოდებზე და მოვინანიოთ ისინი და კონკრეტული პასუხი ღვთისაგან ველოდოთ რომ მივიღოთ რა არის ჩვენთვის დამღუპელი რა წავწყნიდავს და რა არის ჩვენთვის მაცხოვნებელი რა რითიც შევძლებთ რომ ცხონდეთ და რას უნდა ჩავეჭინოთ ყოველთვის ამის პასუხი ამის ალტერნატიული პასუხი ყოველთვის არსებობს და მოდის ეს პასუხი ითხოვდე და მოგეცეთ ირეკდე და ეძიებდე და ხოვოთ ყოველთვის ვინც ეძებს ამ პასუხს მოდის მაგრამ ვისაც
კატასტროფული ის არის, რომ ადამიანს კითხვა არ აქვს. როცა კითხვა არ აქვს და თხოვნა არ აქვს, არც პასუხი იქნება, არც რამე მიეცემა მაშინ. ითხოვდეთ და მოგეცეთო. რაც არ აქვს, უნდა ითხოვო რომ მოგეცეს. სიყვარული არა გაქვს, ითხოვე რომ მოგეცეს სიყვარული. არა გაქვს სიბრძნე, სოლომონ ბრძენმა რა ითხოვა? პური და თანამდებობა კი არ ითხოვა. ითხოვა სიბრძნე, რამაც შემდეგ ყველაფერი გამოიწვია, სიბრძნე ითხოვა ღვთისაგან. და იმ სიბრძნემ სხვა სულიერ ღვთაებრივმა სიბრძნემ უზამრავი სხვა რამ შედეგად მისცა. ვითხოვოთ, ვერ აკონტროლებ შენ თავს, ნერვები არ გივარგა, დეპრესიაში ხარ და შემდეგ. ითხოვე რომ გამოხვიდე წარმატებით, ბრძოლები ვერ გაქრება, მაგრამ წარმატებით რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, ითხოვე და გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. შეუძლებელი არაფერი უმჯობესია ითხოვო და მიიღო, ვიდრე არ ითხოვო და შენით ეძებო ჭყალებში მოხერხებული გზები რაღაცისა. რაღაცის მიღწევის, არა, ითხოვე და მოგეცემა ისე, როგორც ეს არის საჭირო. როგორც არის ნათქვამი მამაო ჩვენში, მიყავნება შენი მიწაცაც სათაშინე, ეგრეცე ქვეყანას ესედა. და ანუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოლოდისაგან ამინ.